ხანმშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ბატონი გიგლა ბარამძე, რომელსაც აქვს საოცარი რეგალიები, გიგლა უნდა ჩამოთვალო. მეცნიერებათა დოქტორი აღმოსავლეთ ცოდნეობაში. ხო, როგორც თუ ახსენე. და რაც თავარია ფილოლოგი და თქვენ ყავს პირველი ელჩი სომხეთში. და ამიტომ მიიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი სომხეთში და მიიღეთ გარკვეული ტიტული, ხო, ესე იგი გაგებოდა სრულუფლებიანი ელჩის რანგი. ელჩის რანგი და დღეს ხართ უკვე დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. აი ესეთი მრავალფეროვანი რეგალიები აქვს გიგლას და რამდენიმე არასასიამოვნო კითხვით უნდა დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. რა ვქნათ? ესეთია ცხოვრება. გიგლა რა ხდება? მოდით ყოველგვარი ზედმეტი რაღაც ოფიციალობის გარეშე და ესულაც არ არის ფამილიარობა, დამერწმუნეთ. გიგლა, რა ხდება თქვენთან პარტიაში? რატომ ასოცირდებით ამ ბოლო დროს ნაცებთან, მიხეილ სააკაშვილთან და რას ნიშნავს ყველა ერთად მინუს ბიძინა ევანიშვილი? მოიცა დრო რო გავა, მე შეიძლება გიხილოთ ყველა ერთად მინუს მიხეილ სააკაშვილი ისევ? ანუ რატომ მოიაზრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ადრე, სწორედ ამ ნიშნით ებრძოდით ყველა ერთად მინუს მიხეილ სააკაშვილი? რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ითქვას ბჭყალებში დამსახურება დღევანდელი ხელისუფლების, რომლებიც მოვიდნენ ერთი დაპირებით და მივიღეთ სულ სხვა. ამიტომ პოლიტიკური ქმედებების ძალიან ვიწრო გზები იქნა დატოვილი და არსებულიდან უკეთესი იქნა არჩეული სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა მე უფრო ძალიან ანუ ესე ყველაზე უკეთესი ვარიანტი ის არის ხა? იცით როგორ არის? ნაცრთანაც რომ ხარ? არა, უპირველეს ყოვლისა მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არანაირი ერთიანობა ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არ არის, არც ფაქტობრივად, არც ფორმალურად, კაცმა რო თქვას და არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხა ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი ადამიანიც არა ვარ, თუმცა ყველანი თანაბარი ვარ პარტიაში. გამოვიდა რელიგია ისა, რეგალიებში, პოლიტიკური დივანი და შეუძლებელი ხო ხართ მიხეილ სააკაშვილის? ამას ვამბობდი 9 წელი პოლიდევდილი ვიყავი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აბსოლუტურად უმიზეზოდ, აბსოლუტურად ესე იგი ყოველგვარი რეალობიდან გამომდინარე არანაირი ფაქტებიდან გამომდინარე ეს არ იყო და ბოლოს და ბოლოს მამა არ მატირეს ნაციონალებმა, ისე გარდაიცვალა აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე, რომ დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვედი, სადღაც შორეულ ავღანეთში ვიყავი, მგონი ამ დროს. და ასე რომ გამორიცხულია ჩვენ რაიმე თუნდაც პოლიტიკის გამო, თუნდაც რაღაცა საერთო ინტერესები არ მგონია სადმე იყოს, რაღაცის გამო ჩვენ გაერთიანებული ვიყოთ. ასე გეტყვით მივიდეთ აქამდე, ასევე შემიძლია მე ვთქვა იგივე ჩვენი პარტიის თავმჯდომარეზე, როდესაც 26 მაისის შემდეგ როგორ შეიძლება სააკაშვილის გუნდთან რაიმე საერთოზე იყოს საუბარი, ქმარი მეუღლე მისი ტყეში წაყვანილი ყავდა და რაღაც შემთხვევითობა რო არა და მისი თქვა პროფესიონალიზმი გადაწყვეტილი ქონდათ, უნდა დაეხვრით და რაღაც შემთხვევის გამო ვერ მოასწრეს ამის გაკეთება, ამის შესახებ თვითონ საუბრობდნენ, შვილი დაუჭირეს და თვითონაც როგორ გააწამეს და სხვა. მაგრამ ეხლა რაც შეეხება და პირველი ჩვენ ვიყავით საქართველოში, როდესაც 2012 წელს, როდესაც დავინახეთ, რომ ქართული ოცნება მოსული სამართლიანობის აღდგენისთვის არ მოხდა სამართლიანობის აღდგენა და დაიწყეს გაუგებარი კოჰაბიტაცია, როდესაც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე იყო საუბარი და ისევ ნაციონალების დროინდელი სისხლიანი მოსამართლეები დანიშნეს, როდესაც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე იყო საუბარი და არაფერი არ გაკეთა, ჩვენ მაშინ პირველები ვიყავით საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ელიტა უწოდოთ ამას, რომელთაც წამოვაყენეთ წინადადება დენაციფიკაციის შესახებ. ცოტა უხერხული შეიძლება არ არის უხერხული არა, მაგრამ შეიძლება ესეთი ტერმინია ყურს ჭრის, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ გაკეთებული იყო ის, რაც ეხლა უნდა მომხდარიყო პარლამენტში. მაგრამ მაშინ რატომღაც მოხდა ისე რომ რეზოლუციას ჩვენ გვინდოდა რომ გამოცხადებული ყოფილიყო სამართლებრივი შეფასება იმ წინა წლების, არ მინდა წამდაუწუბიქითკენ ვიშვირო და საკრავო 9 წელზე ვილაპარაკო, მაგრამ სამართლებრივი, იურიდიული, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი შეფასება არ მოხდა ეს.
არ მოხდა, არ ვიცი. გიგლა, ეს ხო პროცესია, ნახეთ, ეს შეიძლება არც დღეს მოხდეს, არც ხვალ, მაგრამ ჩვენ სულ უნდა ვიყოთ ამის მოთხოვნაში და უნდა იქითკენ წავმართოთ პროცესები, რომ ამას მივაღწიოთ. და ეხლა თქვენ პირიქით შეცვალეთ, ხო, თქვენ ეხლა მასთან ერთად ითხოვთ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას. ხა მე ესე ვიცით, ვერ ვიტყვი, ერთი ის რომ ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ასე ძლიერად არის. თავისი ტელევიზიები, თავისი ფინანსები, თავიანთი მოსამართლეებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხვალ, იგივე ხალხი ხდება მოსამართლეები, რომლებიც მესამამ დაუსწრებლად მასამართლეები. ისე ვიხიბლები ბატონი ბიზნეს ხელშეწყობით და ქართული ოცნების ტაშის ცემით და მეგობრობით გაერთიანდნენ ერთად არიან ყველანი და ამიტომ უნდა დადგა საკითხი როგორმე ეს და მძლავრად რო არის ნაციონალური მოძრაობა პარლამენტშიც და გარეთაც მეტნაკლებად და საკუთარი ფინანსები და ტელევიზიით ეს მათი დამსახურება და რომ გაირღვეს როგორღაც ეს მოჯადოებული წრე საარჩევნო სისტემით ამიტომ მოხდა თუნდაც ფორმალურად იმ 20 პოლიტიკურ ძალასთან ერთად მარტო ამ საკითხში გაერთიანება რომ შეგროდეს მილიონამდე ხელმოწერა რომ ვაიძულოთ ეს სახე დაკარგული სოვდაგრების და დახლიდარებად ქცეული მცირე გამონაკლისის გარდა ქართული ოცნება პარლამენტში შეტანილი იქნას კანონი როგორმე მოხდეს ხელშეწყობა მრავალ პარტიული არჩევნები რომ მოხდეს მრავალ პარტიული არჩევნები. ჯერათ რომ ნაცებთან ერთად და ის 20 პარტია თუ ყველა პარტია რომელთაგან ძალიან ბევრი არის ელემენტარულად ახლა დამოუკიდებელი პარტიულობაც რომ არ აქვს ხო ეს ახლა ჩემი მოგონილი არ არის და არავის ეწყინება არა ეს დაშლილი ნაცები იქნება თუ დაუშლელი ნაცები ევრონაცები ხო თავისი სატელიტებით უბრალოდ გულინწყდება და იმიტომ ვამბობ თქვენ რუსებსა ვიმინე ნიუბიძილი თქვენ მე ვერ დამარწმუნეთ მაგრამ შეიძლება მაყურებელი დაარწმუნოს შეიძლება და მე ეს კიდევ ნინო ეს მაგრამ ბევრი თემაც სალაპარაკო უნდა ამ თემაზეც კი გამონათქვამები და რას ამაზე საუბრობდი ჩვენ და აქ მე კიდევ ერთი იცით ისი თქვა მსურს რომ ჩვენ ყველანაირად უნდა მივესალმოთ მე ესე მგონია თქვენი მოსაზრება საზოგადოებას მიმართავ ამ პროცესს იმიტომ რომ ერთადერთი საშუალება რომ მოხდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და საშუალება იყოს საზოგადოების ყველა ფენის ყველა ინტერესების წარმომადგენელი სხვადასხვა პარტიების მათ შორის ახალი პარტიების პარლამენტში აღმოცენება და არა ისე ან ნაცები ან ოცნება ისევ ალბათ ეს გზა არის ყველაზე უფრო კონსტიტუციური თუკი ახლა რევოლუციურ გზებისკენ არ წავალთ, თუმცა ისე მიყავს ქართულ ოცნებას, რომ არც ეს არის გამორიცხული, შეიძლება იხულოს ხალხმა და კინცის ქვით გამოყაროთ იქიდან და ერთ ვიტყვი მე ამ ტექნიკურ საკითხს, რომ აქ ხელმოწერები არ მოხდება ისე ჩვენ ერთად არ გავდივართ. ყველა პარტია თავის მხარდამჭერებთან ჩაატარებს შეხვედრას და გიგლა 500,000-მდე ხელმოწერით შევიდა პატრიოტების რეზოლუცია და იგნორირება გაუკეთეს და ხედავთ, ხო? უფრო მეტიც, აი იგივე ძალა, რომელთანაც თქვენ ახლა ხართ, იმ ერთ ოთახში, ამ იდეაში გაერთიანებული, ისინი ჩვენ ბნელებს გვიწოდებენ, იმიტომ რომ თურმე როგორ შეიძლება ახლა ნაციონალურ მოძრაობას და ევრონაცებს, ესე იგი ჩვენ ესეთი დამოკიდე მათ ხომ ქვეყანა ააშენეს და მათ ხომ ააყვავეს ქვეყანა. ანუ სინანულის გრძნობაც არა, პირიქით, აქეთ გექილიკები, აქეთ გვექილიკებიან, გესმით? ხო და ეხლა წარმოიდგინეთ, აი ნახეთ, აი ეს არის სწორედ მათი ხაფანგი. თუ მაინც ხელმოწერებს ცალკე აკეთებდით, მაშინ ცალკე გაგეკეთებინათ, დაუშვათ, არ ჯობდა, ხომ უფრო მეტი პატივისცემა იქნებოდა. ვიდრე, იმიტომ რომ ერთი კითხვა მოგიდა, აი როგორ წარმოგიდგენიათ, აი ნახეთ, დაუშვათ მე დაგიჯერეთ, ხო უბრალოდ როგორ წარმოგიდგენიათ, გიგო, აი უფალთან მისვლა, რომ გარკვეული მანძილი სატანასთან ესე კავით ესე ხელჩაკედებულებმა რომ უფალთან მიხვიდეთ. ხო მეტყვით ახლა რა რას მეუბნები. აი ხო და ეს არის ხო აი რო გადმოვიტანოთ ცხოვრებაში არ შეიძლება ბოროტებასთან ხელჩაკედებული მიხვიდე სიმართლესთან, სინათლესთან მიხვიდე. ანუ ამ ბოროტებასთან ხელჩაკედებული თუნდაც ერთ ოთახში ჯდომით ვერ მიაღწევთ იმას რაც ესე ჭირდება მთელ საქართველოს თორე აგერ თქვენ, აგერ მე, აგერ მაყურებელი, აგერ საქართველო მე ვარ თქვენი გულშემატკივარი და ამას იმიტომ ვამბობ თორე თქვენ ახლა ჩემს უკეთესად მოგეხსენებათ თქვენი პარტიისთვის რა არის უკეთესი. ეხლა იცით აი ამასთან დაკავშირებით გამახსენდა მე ეუთოს დასკვნა
უმძიმესი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით ევროპელებმა, მაგრამ ეციან ჯერ დე-ფაქტოდ რაღაცას მიიღებენ, თუნდაც დარღვევას და მერე დებენ ხოლმე თეორიულად იმის საწინააღმდეგოს, ეხლაც ესე მოუვიდა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ფაქტი დადებული, სადაც პრაქტიკულად ყველა მუხლში ჩანს, რომ რეალურად საქართველოში ბოლო არჩევნები არ ჩატარდა. ან ჩატარდა ისე, როგორც არ უნდა ჩატარებულიყო. უმძიმესი რამდა. ეხლა, როდესაც ჩვენი ეს საპრეზიდენტოზე უმძიმესი დასკვნა სახელმწიფოს ჩარევა, ფინანსები, დაინტერესება და სხვადასხვა. და როდესაც გაერთიანება ხდება დემოკრატიული და აი ესეთი თვალხილულები მაშინ ყოფილიყო 9 წლის განმავლობაში. მაშინ მოსულიყვნენ კარგი იქნებოდა. აი ეს მიკვრის. მეც გამიკვირდა სხვათა შორის თუ კი ასეთი დარღვევით იყო და დაქცეული იყო და მე მიმაჩნია რომ სერიოზული დარღვევები იყო და არაერთხელ გვითხოვს, მაშინ რაზღებულობდნენ უკვე პრეზიდენტს ევროპაში, შეერთებულ შტატებშიც ერთად ფოტოებს იღებდა, მაგრამ ესეთი რეალობა არსებობს დღეს ევროპაში და სხვადასხვა დიფერენცირებული მიდგომები პოლიტიკური კონიუნქტურიდან და სიტუაციიდან გამომდინარე და მე ეს ვახსენე იმიტომ რომ ეს სპექტრი რომელიცაა ეს არის რეალობა დღეს ძირითადი რეალობა ესაა და ამასაც აქვს მნიშვნელობა ზეწოლის ერთი ფორმის თუნდაც საერთაშორისო თუნდაც საზოგადოებრივი იმ ხელისუფლებაზე რომელსაც თავზე ხელი აქვს აღებული და დღემდე ბოდიში არათუ არ მოახდევინა დამნაშავეები არ დასაჯა ამიტომ ჩვენ ხელისუფლებაში დამნაშავეებთან ერთად ეხლა რომლებიც ამ ხელისუფლებამ არ დასაჯა ესე შემოუტრიალდა მათ ეს საქმე ჩვენ ვამბობთ რომ დამნაშავეები არიან მაგრამ მანიპულირებს ხო აი გუშინიულად ვერ დაუმტკიცეს ეს დანაშაული ხედავთ ახლა ის არა ვერ დაუმტკიცეს არ დაუმტკიცეს კანონმდებლები არიან დღეს მე ბატონი ბოკერია მე არა ლექციები არ უნდა ვერ ჩავიტარო სასწავლებლებს ლექციებს უკითხავს პარლამენტიდან ეს ცალსახად ცუდია გიგლა და ის რაც ხდება დღეს რაც ხდება ქვეყანაში მე ვერავითარ შემთხვევაში დავადანაუშელებ ხო რომიდან და დამთავრებული რომაული არ დადეგები დავარქვათ მაგას იცით რატომ რა თქმა უნდა ეს ხელისუფლებაა დამნაშავე ეს პოლიტიკური ინტრიგები რომ ეხლა ეს დაიშალა და ეხლა ეს თურმე აი ცალკე იქნება იმიტომ რომ მე მართვადი იყოს და ნუ ეს იმდენჯერ გავიარეთ ჩვენ უკვე იმდენჯერ გავიარეთ და ეს ნუ არ ვიცი მაგრამ ფაქტი მოცემულობაა ძალიან ცუდი მოცემულობაა ძალიან არასწორი მოცემულობაა ძალიან არაქართული ეხლა ევთო ახსენეთ ხო მოდი შევთანხმდეთ რომ დასავლეთი არის კონფორმისტი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მათი კონფორმიზმი საკუთარ ინტერესებზეა დაფუძნებული და მე მშურს მათი იმიტომ რომ მეც მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში რომელსაც ექნება თავმოყარეობა სახელმწიფოებრივი ექნება საკუთარი ინტერესი კონფორმიზმამდე გამჯდარი საკუთარი ინტერესი იმიტომ რომ რომელ ქვეყანაზე საუბრობთ დიდგვერობის გამოცხადება უნდა და დღესასწაულად და თურქეთის ელჩის დონეზე ესე იგი ისე დააყენა კუთხეში ყველა და ესე დაუქმნია თითი და ხა უძველობაში არ მინდა ჩამეთა უფრო სხვა რაღაცას ვიტყოდი ხო და ისა ღამის ფოთნები დააჭერინა კიდე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელს რომ მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილი ვარ ხო და ისე მეც მინდა მყავდეს ისეთი ხელისუფლება რომელიც თავისი ინტერესებისთვის იქნება ესეთია დასავლეთი მე დასავლეთთანაც არ მაქვს პრობლემა მე პრობლემა დღევანდელ ხელისუფლებას რასაც დღეს ამაში ერთიანი ვარ მაგრამ ეხლა იმიტომ რომ მე ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არ მომწონს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაცით უკეთესი გახდა მიხეილ სააკაშვილი მთელი თავისი ამ სისხლის მსმელი ნაძირლებით აი არაფრით არა და მე აი იმ ადამიანების ტვინში მინდა ჩავიხედო რომლებიც მიშაზე გაბრაზებული ბიძინასთან მიდიან ბიძინაზე გაბრაზებული მიშასთან და ესე უნდა იაროს ბიძინამ აშენა ჩამობრანზულები მივიდნენ ხელისუფლებაში და ეხლა ვითომ მის წინააღმდეგ არიან და თამაშობენ ამას ისე მიშას დროსაც არ იყო ყველა გახსოვებული მე გახსოვდნენ ძალიან ამას მეუძახი ქართული ოცნების პოლიტიკურ სტრიპტის რასაც ეხლა ჩვენ უყურებთ რეალობა არის ეს მოდით ახლა დავიწყოთ უკვე რადგან მიხეილ სააკაშვილის რომ მოვლარდა დაგებზე თან დამთავრებული მიხეილ სააკაშვილი აი იცით რატო არის დამთავრებული აი როგორ ის გაკოტრებული ხო აი იმიტომ რომ აი ნახეთ ასეთი სპეკულირება სარალიძის უბედურებით ასეთი სპეკულირება მაჩალიკაშვილის უბედურებით ასეთი სპეკულირება იმ დეკანოზი მამელაძის უბედურებით მე უკვე იქამდე მივიდნენ რომ უკვე მეჩითოვის დონეზე დავიდნენ
და ეხლა აი მე და იმას რასაც ჩვენ ეხლა უყურეთ ლიეჟში და მე რომში ნუ აი ერთი კაი სცენარისტი გადასარევ ისეთი აი გენიალურ იმას გააკეთებდა ხო დამთავრებულია და ვინ ასულდგმულებს ისე აი ვითომ ოპოზიცია რატომ თვითონ ოპოზიცია იმიტომ რომ ერთი მეორეს აცოცხლებს საერთოდ იცით ახლა გუში რო უყურებდი ამ კადრებს გინდა გსურს თუ არ გსურს გაქვს დრო თუ არ გაქვს დრო უნდა შეხედო და შეაფასო ისე როგორც ლიეჟის ასე გუში ისეთი მე იმდენი ვიხალისე იასპერიკა ხახატავზია იმაში რომ მე კაი დაავერთობი ხოლმე ანსად პოულობენ ან იზოლირებული ხო იცი როგორი აი და გუშინ ამ რომაულ ამ საერთაშორისო მაწანწალის რომაულ შემი ეპითეტია სხვათა შორის დამკვიდრდა ნუ თვითონ თავს ესეთი უფლება მიცა თავისი ქცევით რომ ესეთი ეპითეტით შეგვემქო ამ რომაულ არდათეგებს რო უყურებდი ცით აი ბედის ირონია მწარე ირონია და რაღაც აი ტკივილი ვიგზენი რატომ იქ ეს სასტუმრო და იქ სადაც ეს ორი მხარე იყო ერთგან ოცნების წარმომადგენლები პლაკატებით მეორე მხარეს ეს ქალბატონები 78 კაცი იჯდა დარბაზში მეტი არა იქ იყვნენ ჩეჩემები კითხე მათ დაურეკე ყველას ვიცნობთ იქ ერთი მხარიდანაც მეორედანაც და მესამე მხარიდანაც და იტალიელებსაც და ესე დათვალეს აი ბედის ირონია ეს არის ადგილი რომის ცენტრში სადაც მეორე საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ფარსმან ქველი მეორე იბერიის მეფე ჩავიდა ქართული დელეგაციით ანტონინუს პიუსის რომის იმპერატორის მიწვევით და იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ვიზიტი, იმდენად მოიხიბლა რომის არისტოკრატია და ანტონინუს პიუსი მისით, მისი მეუღლით, მისი შვილებით, მისი მხედრობით, რომ იმ ადგილას დაახლოებით, ნუ პლუს მინუს შეიძლება 1 კილომეტრი დაიდგა ფარსმან ქველის ქართველი მეფის ბიუსტი, ცხენზე ამხედრებული მახვილით ხელში. გავიდა მე უკვე მრავალი საუკუნე და თამარატი, მიხეილ თამარატი იგივე რომში იღვაცა და იტალიელი გადაარჩინა. სულ ეხლა ხან ჩვენი მართლმადიდებელი მღვდელი, აი მართლმადიდებლობის მადლიც რაშია. ბორანი იძირებოდა იტალიის ადრიატიკის ზღვაში და იტალიელი ბავშვი თავისი ჟილეტი მიცა და თვითონ დაიღუპა. ეს მაგალითი ღირსების, ვაჟკაცობის და გუში რა ვაჩვენეთ ჩვენ. ორი მოტატყანე, მოკილიკე, მხარე ერთი ჩვენი იყო პრინციპში და მეორეც ჩვენი, მაგრამ ნუ ცუდია თუ კარგია. ასეა და დაცინოდა მთელი რომის ის სანახები და იტალიაც და სხვებიც. აი ეს იყო, მე ვიტყოდი, ეს იყო იცით, აი მართლაც ბედის ირონია და აი გული მეტკინა, რასაც ჩვენ უყურებდით და ეს გაკოტრებული ყველანაირად კაცი, რომელიც ნუ არ ვიცი ახლა ან რა ენერგია აქვს, ან რა სურვილი აქვს, საერთოდ სოფლიო მეტნაკლებად ვიცნობ სოფლიო ისტორიას და ერთი ქვეყნის პრეზიდენტს უარი ეთქვას მოქალაქეობისთვის თავის იმ ქვეყნისა რომლის პრეზიდენტია იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში თანამდებობა მიიღო მე ესეთი რა ვიცი არ მახსენდება და მის ვოიაჟებზე რო ააწყო ქართულ დღევანდელმა ხელისუფლებამ ისე ვიმეორებ სახე დაკარგულმა ხელისუფლებამ ყველაფერი ეს არის სირცხვილი და ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას რომ ასე მივიდეს მომავალ არჩევნებამდე ყველაფერი ეს იყო ძალიან ცუდი და საერთოდ რა ვიცი მე ესეთი შთაბეჭდილება რჩება რომ დიდი ნაწარმოებია ჭაბუამირეჯივის რათა თუთაშხია და იქ რკინის კასრი რომ არის ხო ბიზინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებაში დადგა რკინის კასრი და ქართული ოცნების წევრებისგან გამოყავს კაციჭამია ვირთხები როგორც იქ არის ხო ვინც ერთმანეთს დაჭამს და ვინც გამოძვრება ამ კასრიდან შემდეგ იმას გადაულოცავს მანდატს ხო მაგრამ ესეთი ეს არ უშველის ამ საქმეს. პროცესი დაწყებულია, ძალიან მძიმედ მიდის პროცესი და რაც თავარია მე ნაკლებად მადარდებს ბედი ქართული ოცნების მილიონერების, იმიტომ რომ არ არის ღარიბ ქვეყანაში არ შეიძლება ამდენი მილიონერი ჩინოვნიკი იყოს, როგორც საქართველოშია. ნაკლებად მადარდებს და წყალსაუღია წინა ხელისუფლების სექტანტურად განწყობილი ადამიანები, მე ქვეყნის ბედი მადარდებს. ქვეყნის ბედი მადარდებს. ბედზე სულ 5 წუთში ვისაუბროთ, იმიტომ რომ უკვე გავიდა ის ნახევარი საათი ამ ჩვენს გამაჩი მალე დაბრუნდებით ეთერში დროებით
ჩვენ დავბრუნდით ეთერში. ესე იგი და ის ადგილი, სადაც იკრიბებოდა უკაცრავად ჭხალებში პადზე მკაზგავთ რაღაც ყადაგოს ხო რაღაც სად მოძებნილი აიათა სათავისო ადგილი მოუძებნილია ხო ნუ არ ვიცი ხო და არა მე იცი მე ნინო იქ რომში ბევრი მეგობრები დაურეკე და მკითხე იქ ერთ ორს თხოვე რომ გაიარე ერთი არის ადგილობრივი იტალიელი მეორე არის ქართველი და რუსი და ნუ აი გაოცებულები მოვიდნენ. აი ვერ გავიგეთო, გასო გვეგონა რომ ერთი ქვეყნიდან იყო, მეორე ქვეყნიდან და რაღაცა მიწას ან რაღაცას ედავებოდენო და რაზე ჩხუბობდა. გიგა, იცი რა არის ხა, აი შემდგომ ხარჩერეს გულზე მოხდა და რატო? აი ხა მე რომ ყოფილიყავი რომში, როგორ ფიქრობ, მივიდოდი და ამიტომ ბიძინამ გამაგზავნა. იქ ხო შეიძლება ყოფილიყო. კი, შეიძლება ყოფილიყო. როგორ ახლა წარმოედგინე, რამხელა იცი რა არის თან ყველაფერში, აი რა არის ძალიან გამაღიზიანებელი. იმის მაგერად რაღაცა მოიბოდიშონ, მოინანიონ, რას დრო გადის, უფრო თავხედობენ, უფრო ახლა აი უფრო რაღაცა ამაზრზენად, ახლა გეუბნებიან რომ დიახ, აი სისხლში იყო სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა და აბა რა უნდა აი ეს არის საშინელება. ამიტომ მე მაგალითად პროტესტს გამოვხატავდი. ეხლა დღეს რა ამბობენ რომ ბიძინამ ფული გადაუხადა და იქ გაუშვა. ეხლა მე ბიძინას გარო ფულს არ ავიღებ, მე მგონი არავის არ ეპარება ეჭი, მაგრამ იქ ეხლა რომ მქონოდა საშუალება რომ ყოფილიყავ მე რომში, აუცილებლად მივიდოდი ჩემი პროტესტის გამოსახატავად, იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. რა თქმა უნდა და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ და აქედან გამომდინარე იქ შეიძლება არა შეროსკი რო ეხა ერთი ოცნების ხარე იყო და მეორე იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც არ შეუშვეს თუ მივიდოდე ვინ შეუშვა რა თქმა უნდა ხა მე ვინ შემიშვებს ხო ეგეთ ადგილზე და იქ შეიძლება ახლა თუ ბიძინ ეს უბრალოდ შეიძლება ამ ეტაპზე რაღაცა ისე ემთხვევა თორე ეხლა მიშა რამიშვილი იქ რატო იყო ვერ გეტყვი მაგრამ იქ მე სახელზეც ვნახე ადამიანები რომლებიც უბრალოდ იმიტომ იყო მისული რომ პროტესტი აქვს ამ სააკაშვილზე და ამ ნაცებზე და რა ქნან ახლა იმიტომ რომ არ დააბრალონ რომ ბიძინამ გაუშვა არ მივიდნენ რა თქმა უნდა არა აბსოლუტურად გეთანხმებინო აბსოლუტურად ლოგიკურია ეს მე რო ყოფილიყავ შეიძლება მეც მისულიყავი გულის ტკივილით მაგრამ იქ რო ყველა იქ ერთად ვიყოთ და ყოფილიყავით ხო და ამაზეა საუბარი როდესაც ესე საერთოდ რას მოვითხოვდით 2012 წელს როდესაც ყველა მე მაშინ საქართველოში არ ვიყავი მაგრამ ხო ხარს უჭერდი ივანიშვილის თავკაცობით ასე ვთქვათ საზოგადოება გამოვიდა აი ამ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და იგივე 26 მაისი როდესაც ესეთი ამბები მოხდა მაშინ იცით ვინ იყო და როგორ იყო არა სამ ფუნდამენტურ საკითხს რასაც ეფუძნებოდა ჩვენი აღშფოთება საბაზისო საკითხს ეს იყო გამართული მართლმსაჯულება ეს იყო წარმატებული და სწორი ჯანსაღი საარჩევნო სისტემა და სამართლიანობის აღდგენა არც ერთი არც მეორე არც მესამე არა პირიქით შემოატრიალეს დედის რძესავით შეირგეს ესა და აი ოქროს ურდოსავით ჩაიგდეს ხელში ერთი მხრიდან ერთმა მეორე მხრიდან მეორემ და შეთავსებით წოვენ სისხლს ქვეყანას აი და ხო ნახეთ როგორ ასაზრდოვებენ ერთმანეთს ამიტომ რატომ ხართ იქ პირიქით ვინცეთ საშუალება რომ აი ესეთი თვით ლუსტრაცია ჩაიტარონ აქეთ ხელისუფლებამ იქით ამ ნაციონალურმა მოძრაობამ რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ არაფრით არ შეიძლება ამათთან ერთად ყოფნა იმიტომ რომ აი ხა როგორც კი კოჰაბიტაცია ჩემთვის იყო ძალიან მტკივნეული კოჰაბიტაცია ანტიდისკრიმინაციული კანონი ამ ფორმით და ძალიან მტკივნეული იყო როდესაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა მურუსიძე არის მსხვერპლი იცით რა გამახსენდა სააკაშვილი როდესაც გამოვიდა პარლამენტის ტრიბუნიდან თუ გახსოვთ ნინო ბურჯანაძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო არა კი მე უკვე როდის არის ეგა რომელი წლები ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე ამიტომ მაშინ იქ მუშაობდი და თქვა ისა რა ქვია მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა ყველანი ციხეში რა თქმა უნდა ეს აი ანალოგიური ნათქვამებია ეს იყო დირექტივა მისცა მიხეილ სააკაშვილმა და დაიწყო ყველაფერი დირექტივა მისცა ბიძინა ივანიშვილმა და აი ხა რა მდგომარეობაში ვართ ხედავთ ხო არანაირად ჩვენ ამ მათთან რა თქმა უნდა არ ვიქნებით როდესაც იქნება სამართლიანობა და როდესაც იქნება ხელისუფლებაში წესიერი ძალები
დემოკრატიზმის უპირველესი და უმთავრესი ნიშანი არის კანონის უზენაესობა. ვინ თქვა ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკი რო ჩამოდიოდა 2012-13 წლის დასაწყისში და უკან უიხედები წინ წადით. წინ რო წავიდე უკან დანაშაული რაც იყო ის უნდა გამოვიზიო მე და დამნაშავე დავსაჯო და უდანაშაულო გავანთავისუფლო. ამიტომ დემოკრატიის უპირველესი ნიშანი ესაა და ამიტომაც არის სწრაფვა და სურვილი იმის რომ სახელმწიფო მშენებლობის პროცესში მიიღო მონაწილეობა რომ დამნაშავეს დაისაჯოს. ეს არა სისხლის აღების და ვენდეტის ფსიქიკა. ეს იმიტომ გვინდა სწორედ რა თქმა უნდა და საერთოდ ნინო ერთი მე აი სულ მტკივა გული ამას რომ ვამბობ რომ გამოდის ხოლმე ნუ ის რას ამბობს წინა ხელისუფლების ლიდერი ხანიქროა ხანაკას მის სიტყვების კომენტირებას არასერიოზულია მაგრამ სამაგერო ბევრი ტელევიზია ჩაუსვეს ახალგაზრდა თაობას ახალი და საქართველოს შემქმნელი ახალი საქართველოს კი რატო შექმნა ნაციონალურ მოძრაობამ ახალი საქართველო გამახსენეთ ერთი მე დამოუკიდებლობა კოსტავა და ზვიად გამსახურდი ის დროს მოხდა და ხელი მოეწერა ყოველივე ამას შემდგომ საერთაშორისო ინსტიტუტებში გაერთიანება მოხდა სააკაშვილამდე გაეროს წევრი მაშინ გავხდით ევროსაბჭოს წევრი მაშინ გავხდით ევროპის საელჩოები მაშინ გაიხსნა ტელევიზიები მაშინ გაიხსნა ყველა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი იქამდე განხორციელდა ჯარების გაყვანა მაშინ დაიწყო მესაზღვრეობის გაყვანა დაიწყო მე თვითონ მონაწილეობდი ამაში ნატოსთან ურთიერთობები მაშინ დაიწყო სამოქალაქო ომი მაშინ დამთავრდა შეიარაღებული ფორმირებები მაშინ დამთავრდა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება მაშინ დაიწყო და რატო შექმნეს როდის შექმნეს ამათ სახელმწიფო გამაგებინე ამათ იდეოლოგია შექმნეს ყველაფერი არაქართული ნუ ატყუებთ საზოგადოება სახელმწიფო იყო ფეხს დგავდა მე არავის არ შევხარი არავის არ შევნატრი მაგრამ ისტორიული ფაქტების დამახინჯება ეს არაა დემოკრატია ეს არის უზნეოების კანონიზირება რასაც ახდენს ხელისუფლება და მათთან დაახლოებით ტელევიზიები რომ თავში უსვავენ ახალგაზრდებს აი ამან შექმნა რა შექმნენ რომ მე ვიცი ბათუმი ვიცი თქვათ სიღნაღი და რაღაცები კი გაკეთდა მაგრამ სახელმწიფო თქვენამდე იყო შექმნილი და ძალიან კარგად შეიქმნა ბათუმი ქართული აღარ არის ხო ეს მეორე საკითხია უკვე უარესი და რო დაათვალოთ ნინო ვის მიეცა დაჩქარებულად არ მინდა ეხლა ეთნიკურ უცხოელებზე ვისაუბრო უცბად საქართველოს მოქალაქეობა რატო მიეცა იმ 12000 კაცს რა თქმა უნდა რა ბერკეტით რისთვის მიეცით ან რატომ ფრიალებს იმ საზღვრიდან რომ მოვდივართ ყოველ იმაში საკუჭნაოა თუ ეს არის რა ქვია წვასწვავენ ყველგან არაქართული დროშა გამაგებინეთ საელჩოებია საკონსულოებია რატომ არ არის ქართული წარწერები აი იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი გუშინ გადაცემა მქონდა ჩვენ საგანძურზე ესე იგი გიგლა ამ სიტუაცია საქართველოში ხო რომ საერთოდ რაზეა ლაპარაკი აი საერთოდ რაზეა ლაპარაკი ნუ კაი ნიშამ სააკაშვილმა დაიწყო ესენი რა არაგრძელებენ 24 მილიონი რატომ დააკარგინეს საქართველოს ბიუჯეტს და რა უფლებით ჩამოაწერა რა ქვია ვინ იყო კვირიკაშვილმა ესე იგი დამღობ ხელშეკრულების დამღობ ხარეს და შეიძლება ჩვენი ესე იგი მუზეუმის კედელს მოადგა რითი ვერ უნდა აი მაპატიეთ რითი ვერ უნდა გაძღე ისე რომ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს მოადგა სასტუმრო გონდეს შუა კედელი და გასასვლელ გამოსასვლელი შუშებით გადაკითხავდა შუშები ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ ამას ხო ჩვენ ვაკეთებთ ამას ხო უცხოელები არც ამერიკელები ვიკეთებენ არც რუსები და არც თურქები ჩვენ ვაკეთებთ ამას ხო როგორ თუ აზერბაიჯანში საინგილოში თუ ქართველი ოჯახები ბავშვებს ქართულ სახელს ვერ არქმევენ აკრძალული აქვს და გვარს ვერ აძლევ მაშინ ჩვენ დიდგორობა არ შეგვიძლია იმიტომ რომ თურქეთის ელჩი გაგვიბრაზდა ერდოღანს თავიდან ნუ გაგიბრაზდება როდესაც პარლამენტში არიან თანამდებობის პირზე ქალბატონები და სხვები რომელთაც ელჩი უცხოეთის საელჩოები ნიშნავენ პირდაპირ ვიცით ესე აძლევენ რეკორდა ვინ ეკითხება საგანგებო და სრულდებენ ელჩი ვიყავი და ეხლა როგორი ვიყავი რანაირად ამას მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ ელჩის მოვალეობა ვიცი და ვინ ჩაგაყო ნორმალურ ქვეყანაში ვინ ჩაგაყოფინებს იმ ქვეყნის საქმეში ან ვინ გეკითხება შენ დიპლომატიურ საკითხებს მიხედე და საკადრო საკითხები წავლენ წამოვლენ ამა თუ იმ ქვეყნის ელჩად იმიტომ რომ სუსტები არიან იმიტომ რომ არ არიან პროფესიონალები არ არიან წესიერები არც უნდათ არა მე შეიძლება არ
ვიცოდე, მაგრამ ანთებული ვიყო, ჩემი ეროვნული მტკიოდას და ვისწავლი. არა, აქ ნება არ არის, აქ არაფერი არ აღირს. იცით რა არის? ამათ პოლიტიკური კუთვნილება კი არ აქვს. ამათ ეს ღირებულებისგან დაცლილი იდეოლოგიური კუთვნილება აქვს. ყველა და ყველა ერთად მოხუჩდა და ახდენენ თვით ილუსტრაციას და სხვათა შორის გუჩი როდესაც დაგირეკი და გთხოვე რომ მოსულიყავი და ჩვენ ესეთ პატარა საუბარი გქონდა და აი ხა პრინციპულად მინდა გთხოვ და გთხოვე კიდევაც რომ წამოიღე მეთქი 33 იუნკერის სახელი და გვარი იცი რატო იმიტომ რომ მე აი ადრე ბატონ ზვიაძის და ბატონ მერაბის დროს რაღაცა სახელები და გვარები და დავკარგე აი არ გაუფრთხილდი და იმიტომ რომ ახალგაზრდა ვიყავი იცი ისე გამიხარდა ხა საუბარში რომ დავიდე აი ვიცი ამოვიწერეს ბატონო ცოტა ეს ბევრია 33 მაგრამ აი მოვუსმინოთ ეს არიან 25 თებერვალს ყველამ რო ერთი ამბავი რო ატეხავ ხელისუფლებამ ვითომ ხა ნუ კაი ნუ რაც გააკეთა კაია მაგრამ სახელები და გვარები წაიკითხე გეხოცები და იცი რატო ვიცოდეთ ვინ არიან ის იუნკერები ვინ საქართველოსის თავი ეს არის ჩვენი ახალგაზრდები ძირითადი დარტყმა მიიღეს რამდენიმე მარტო შავნაბადაზე არ იყო დარტყმა შავნაბადა კოჯრის მიმართულება იყო ასევე სხვა მხრიდანაც გვიტევდნენ წითელი ხის წითელ მოკლედ ვიტყვით მე-11 არმიაში ამავე დროს იყვნენ არამხოლოდ ჩრდილოეთიდან არამედ აზერბაიჯანის ფეხოსნები და ცხენოსნები სომხეთიდან ნუ ვინც მხარს უჭერდა მათ მე-11 დაახლოებით 55000 კაცი საქართველოს ამ დროისთვის ყავდა რეგულარული არმია, რომელმაც ნაწილმა იომა, ნაწილმა არ იომა, იმიტომ რომ მთავრობა გარბოდა. ნაწილი გადავიდა იქ დაახლოებით იყო 30000-მდე კაცი და ძალიან ბევრმა ძალიან ხა კვინიტაძე და მაზნიაშვილო გეყოლება იომები. ამათ გაყარეს მე ბათუმიდან შემოსული მეორე მტერი, იმიტომ სურამთანაც ბრძოლა იყო, უკან მიდიოდნენ და არიერგარდში ედგნენ კოჯრის არიერგარდში ჩვენ იუნკერები და ეს იუნკერები იყვნენ 20-დან 25 წლამდე, 2 წელი იყო იუნკერების სკოლა ჩამოაყალიბა კვინიტაძემ და მაზნიაშვილმა ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ და ნაწილი ამ ომის დროს ადგილზე არ იყო, ნაწილი დათხოვილი იყვნენ, სახლში იყვნენ, ნაწილი ჰოსპიტალში იწვა და ისინიც ადგნენ. დიდი რაოდენობა მათი არ იყო. რამდენიმე ასეული იყო მხოლოდ, მაგრამ აი ყველაზე გააფთრებული ბრძოლა სადაც იყო, იქ იდგნენ ესენი. 1000-ეული იყო ქართული რეგულარული არმიის და 100-ეული იყო ამ ჩვენი იუნკერების. და აი იუნკერები რომლებიც დაიხო. ესენი არიან ჩვენი ეროვნული გმირები. ესენი არიან ეროვნული ისინი კი არა ეხა ვინც რაღაც ზაფხულში კვირეული ჩატარებას აპირებს გაურკვეველი მიზეზით. აი ესენი არიან გმირები და ჩვენი ბაბუები და ამაზე სწორია ობიექტივში სწორედ აქ უნდა ითქვას ამაზე იდგას და იდგება კიდე საქართველოს. და ნიკად კიდევ ერთ სიტყვი მოხალისეებიც იყვნენ. აქ კიდევ სხვა შორის ბაბუაჩემი გრიგოლ ბარამიძეც იყო 16 წლის ფილტათოფით იბრძოდა იქ ოღონდ გადარჩა. აი ეს და ერთს ვიტყვი რომ გამოყო რომ ამ ჩვენ იუნკერებში ხა ჩვენ ვიცით ცოტნე დადიანი ვიცით მაგრამ აი ეს გვარიც ბატონებო სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ მაგრამ იმ განათლების მინიც უნდა მეტყველება არის როგორ ასწავლის ამას შალვა ერისთავი დავიმახსოვროთ 23 წლის ბიჭი რომელიც შავნაბადასთან რო ტყვიამ ქვევი ისროდა ვერ დაადუმეს ვერაფრით თუ ზემოდან ქვევით ისროდა ამან იშიშლა მახვილი ცალხელში რეორველით ავარდა გზაში ვინ აჩეხა და რო ვეღარა აღწია ტყვიამ ქვევს გადაეფარა და დაიფლითა სულ ეს არის შალვა ერისთავი 23 წლის იუნკერი. ეხლა იუნკერები ყველანი ალექსანდრე ახვლედიანი ვინც დაიღუპნენ? ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, ეს ერთნი არიან ერთი ოჯახიდან, გიორგი ანდრონიკაშვილი, ივანე კერესელიძე, რევას ფავლენიშვილი ივანე ჯამასპიშვილი, გრიგოლ კიკიანი, პალიკო ბეშქენიძე, ნიკოლო ზანდუკელი, ნიკოლო სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, ნიკოლოს კალანდარიშვილი, გენო ქარუმაძე, სანდრო მუჯირიშვილი, ვანო ჯიშკარიანი, ირაკლი თოიძე, ბესარიონ კემულარია, არჯევან ანანიაშვილი, გაბრიელ გეხტმანი, მიხეილ იოსელიანი, გერონტი არჩვაძე, ვახტანგ ისკანდერაშვილი, გიორგი იაშვილი, გიორგი ზედგინიძე და მარო მაყაშვილი. ოღონდ ის როგორც მედდა იყო და გასკდა ხელყუმბარა და ხელყუმბარის ნამსხვრევი მოხდა შუბლში. აი ესენი იყვნენ და ეს ვასწავლოთ ჩვენ სკოლაში და
რო გადავყევით ახლა დასახელები და გვარები ვიღა დავჭირ იმიტომ ვართ ესე დღეში რომ და დანარჩენი უნკრები ხა ცრემლი მადგება ამას რომ ლაპარაკობ როდესაც ქართული ჯარი ჩვენი ჯარი ომით იხევდა უკან სულ დაიღუპა 3500 ქართული მხარიდან ოღონდ ჯარისკაცები უნკრების გარდა და მე-11 არმიიდან 5700-მდე ადამიანი და როდესაც უკან იხევდნენ კვინიტაძემ არიერგარდში ჩააყენა უნკრები იმიტომ რომ ყველაზე უფრო იცავდნენ ამ ჯარს რომ უკან გადიოდა მერე სტამბულში ესენი ჩასხდნენ მატარებელში ნამიმამაში გემში და ნაწილი გადანაწილდნენ ჩვენი უნკრები საფრანგეთის გერმანიის და პოლონეთის სასწავლო სამხედრო სასწავლებლებში და ძალიან ბევრი მათგანი ამ ქვეყნის ეროვნული გმირიც გახდა მერე იქ ომებში მონაწილეობდნენ ხო და ეხლა ჩვენ ესეთი რამდენი ყავს და არა მაინც და მაინც ჩვენ უნდა გაეროს ეთიკით ვასწავლოთ აღზარდოთ ბავშვების გენდერულ ეხლა კანონ პროექტი მუშავდება ხო? კანონ პროექტი მუშავდება, ნუ აი გაგეცინებათ ეხლა მე ამოვიწერე გენდერული თანასწორობა გაეროს ღირებულებებით აღზარდოთ. კი, მაგრამ გამაგებინეთ, რომელი ჩადრებით საქართველოს დადიოდა, რა ქალის და ჩვენ გავიზარდეთ. შოთა რუსთაველზე, ლეკვი, ლომისა, სწორია, ზუიყოს, თუნდა ხვადია და ეხლა ვიღაცას არასამთავრობოებს გრანტებზე უკაცკაცებთ ტკბილები და ჩვენ სიმქვეყნებს გვადარებთ. სხვა თუ არაფერი, ქალის კულტი იყო საქართველოში ყოველთვის დედოფლებს თუ თავი დავანებოთ, ხანძთელის დროს ფებრონია დედა და სიტყვების დედამიწა, დედა სამშობლო, დედა ეკლესია, დედა კაცი, დედა ბოზი. რას გვასწავლეთ, გაგვაგებინეთ ერთი. აი გრანტები გინათ მიიღეთ ჩუმა და დაგვანებეთ ჩვენ თავი, არა? აი ეს არის. გიგლა, როდესმე აი ადრე იფიქრებდი რომ აი ამ თემაზე ჩვენ აი ესეთი განცდებით გადაცემებს ჩავატარებდით. აი ამ მადლობ რომ ჩვენ აქ მეძლევა და ჩვენ გვეძლევა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ სხვა ეთეს როგორ დაგითხოვს ამ საკითხზე. არ ვიფიქრებდი მართალი გითხრა და ხანდახან ვფიქრობ რომ აი ჩემი წინაპრები, ყველა წინაპრები ვინც ეხლა მამაჩევი, ბაბუაჩევი ამას ჩაიფერფლენ საქართველოს სიყვარულში და რა ეხლა რა თქმა უნდა გული მტკივა გრიგოლ ბარამიძე, რეზო ბარამიძე, ცნობილი მეცნიერები რო არ არიან, მაგრამ ისე როგორც სხვას, მაგრამ შეიძლება ბედნიერები არიან, რომ ეს არ ნახეს, რა გვიწევს ჩვენ, ესე იგი, რომელიღაც თვეს რაღაც პრაიდი უნდა ჩავა, პრაიდი მე ლომების გამიგია და თუმცა თან პრაიდი, ეს LGBT პრაიდი ჩაატარეთ, ბატონებო, კაფეები გააქვთ, ტერიტორიები გააქვთ. აღლუმი როგორ გეგარაფერია პრაიდი, ხო? რა უცილებელი, აი გამაგებინეთ, რომ აი ესეთი მასშტაბით, რომ ვინ გიშლით, ვინ გებრძვით, ვინ გივარდებათ ხიშტებით, ბარები გააქვთ, რესტორნები გააქვთ, სახლები გააქვთ, ადგილები გააქვთ, ისინი გააქვთ, რა ქვია, ბაღებია, სადაც ესენი ვინმე შემოგივარდათ, არა, აი რუსთაველზე უნდა გამოიაროთ, მაინც და მაინც. ეს უკვე პროპაგანდაა, უმცირესობის ზეწოლა უმრავლესობას. აგრესიულები არიან, ეხლა ჩვენ გადანაშაულებენ და არიან აბსოლუტურად აგრესიული და მიუღებლობა აქვთ ყველაფრის რაღაცა. დაგვანებეთ თავი, ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, ტოლვილები გვაქვს, შიმშილის პირას არის ხალხი, 1000 საქმე გასაკეთებელია და ამათ ვიღაცებმა გრანტები საქმეა, ბავშვებს უშყიკინებენ ეხლა. მოკლედ აი ესე ჩამოვყალიბდეთ რომ 2012 წლის შემდგომ ხო აი ამ სამმა რაღაცამ განაპირობა ჩვენი ყოფიერება გიგლა ეს არის კოჰაბიტაცია ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს არის მურუსიდეობა კოლექტიური და იცით რაშია საქმე როდესაც მე მაგალითად ჩემ სტუმრებთან ერთად დაწყებული მიხეილ სააკაშვილის რეჟიმიდან მოყოლებული ყოველთვის ვაპროტესტებდით იმ არასწორს რაც იყო ხო და როგორც კი შეიცვალა სიტუაცია იმის მერე ვაპროტესტებთ და სულ ყველას ვეხვეწებით რომ შედეგებს კი ისა რა ქვია აპროტესტებ პროცესის წინ ეხლა უკვე დამდგარ შედეგებზე რომ რაღაცა ინტრიგებს ხლართავენ ეს არაფერი არ არის გიგლა არაფერი არ უკვე ყველა თავისას ფიქრობს რა შემადგენლობით ისა შეხვდეს 2020 წლის იმას რა ქვია არჩევნებს ხო აი ამ ციცხელებას იცით ეხლა თან კიდევ იცით აი
როდესაც საუბარია ხა დემოკრატიული ორი ფრაზა აქვს აჩებებული ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ასე ევროატლანტიზმის მცნება მაკინდერის თეორია თუ მარშალის იმდენი რა გითხარით თქვენ იცოდეთ არის რაზე ლაპარაკობთ მაგრამ ხა ყველაფერზე საუბრობენ და ევროპელობა რა გონიათ მათ ევროპელობა დასავლური ცივილიზაცია რომლის თანადამფუძნებელიც არის იბერიულ კავკასიური ცივილიზაცია და რომლის უმთავრესი წევრი არიან ქართველების ჩემი იდეა არ არის მხოლოდ როგორც მეცნიერის არამედ დიდი მეცნიერების ქართველებისაც და ევროპელების თანადამფუძნებელი დასავლური ცივილიზაცია არის შრომა დისციპლინა კანონის უზენაესობა ოჯახის და ზნეობა ძირითადად ესაა რომ ამათ გადმოატრიალეს ესე იგი თავაშვებულობა ამ უზნეობამდე მისული თავისუფლება რომელსაც სხვა მიმართულებების ჩადეს და რაც თავარია ლეგალიზება ნარკოტიკების ეს არის საზომი დემოკრატიზმის და ზოგად საკაცობრიო ცივილიზაცია ვთქვათ იმიტომ რომ ზოგად საკაცობრიო ეხა ევროპული თუ არა ითაა ნაკლები იაპონური ცივილიზაცია ხო აზიური ცივილიზაციის ნაწილი არა თუ ეს არ არის ის რასაც თქვენ უყვებით ახალგაზრდებს და ამის მაგალითია რომ ამბობ იცით რა ეხლა უცბად მომივიდა ამ კორუფციაზე რომ საუბრობთ ეს მოსამართლეები კორუფციას უკავშირდებიან ხო ან რა სახლებით ან როგორ ცხოვრობენ არანაირად და ერთ მაგალითს ვიტყვი როდესაც მისტირის ქართული ოცნება ეს უვიცების კოჰორტა და ამქარი მცირე გამონაკლისის გარდა რომ აიცით რა ჩვენ იმიტომ გვინდა დავაკანონოთ სუბუქი ნარკოტიკები რომ მილიარდი მოვა ბიუჯეტში თქვენ დალოცულებო მოდი და მე გეტყვით მილიარდი საიდან უნდა მოვიღოთ აი თქვენი მოპარული უძრავ-მოძრავი ქონებიდან ერთვე შეიძლება მილიარდი დააბრუნო და ამისთვის არ არის საჭირო ნარკოტიკები დააკანონო მაგრამ როდესაც გიმტკიცებენ რომ თურმე $30,000 შეიძლება 5 სართულიანი სასახლის მშენებლობა ჩამობრანძული ამ სიტყვას მეორე მოხვიდე ტოლვილის თუ სოციალურ დაუზღვის მანდატი და ერთ წელიწადში გახდეთ ჩინოვნიკი მილიონერი აი მაშინ უკვე საუბარი არა მაშინ არაფერზე არ არის საუბარი მაშინ არის სიცრუე და თქვენ რომ გინდოდეთ კორუფციასთან ბრძოლა ამას გააკეთებთ მაგრამ ამის თავის არ აქვს კორუფცია 24 მილიონს რო ჩამოაწერს ვიღაცა გადამხილს და საქართველოს ბიუჯეტს დატოვებ და ავნებ შენს ეროვნულ საგანძურს რაზე მელაპარაკები და კიდე დღეს საღამოს 7:18 წუთზე ნახე ზუსტად 18 წუთი იყო 7-ის გამოვიარე ვახუშტის ხიდზე სადაც მიდის სამშენ რაღაც სარემონტო სამუშაოები ესე იგი ჯერ მე ამათ ტვინში ჩამახედა რომ შეიძლება ამ გაგანია აი ამ დაწყებული კაი დაიწყე ზაფხულში არაფერი არ გააკეთე ხო 7:18 წუთზე შეჩერებული ყველაფერი და ამდენი ხანია თითქმის ერთი თვეა თითქმის არაფერი აკეთებული რატო ამდენი ფული გაქვთ ხომ ამუშავეთ დღე და ღამე ესე იგი თქვენ იცით რა დღეს ჯერ რაც ხალხი თქვენ გაგინებთ ხომ აი მარტო აი არ ვიცი გადასარევი საშინელი საცობები ესე იგი რომ მოხვდე თელ ქალაქს წეუნა დაარტყა ამდენი ფული ბენზინი მე არ ვიცი ესენი ესენი არიან ეს სულთან ხუთავები აი ესე იგი წარმოიდგინე იქამდე მივიდა ამათი თავხედობა რომ მანქანის დაზღვევა და ჩემი სხეულის დაზღვევა არის ჩემი უფლება არა ვალდებულებაა და უფრო უარესი სამსახურში რომ მიხვიდე და მანქანა რომ გააჭერო საათში 50 თეთრი უნდა გადაიხადო ესე ვერ გაფრინდებით ბატონებო თქვენ და თქვენ მართლა იმდენს იზრდ დააბრუნებთ მიხეილ სააკაშვილს და ამას თუ ვინმე გააკეთებ თქვენ მაგრამ იმდენი არ არის ჩემი წელი თქვენთან ერთად ისის დამთავრებული არის ქვეყანაში ახლა 1000% უამრავი პროცესებია უცხოეთში მიმდინარე ჩვენს გვერდით სამეზობლოში აინშიც აზრზე არ არიან ესე იგი მე ეხლა ხანს დამთავრდა ამ რამდენიმე დღის წინ ოსკარის პრემიების გადანაწილ გადაიქაც უკვე რაღაც დონეზე დაეცა მგონი 10-ია ადრე უფრო იყო ხო და ოსკარის პრემია ეკუთვნის ოსკარის, გრემის, რა ვიცი, ოქროს დათვის, ვერცხლის სტოს იმ ადამიანთა ჯგუფს ან იმ ადამიანს, რომელთაც ესეთი ხალხი სად მოძებნეთ, ესეთი კადრები, არა პროფესიონალიზმი, არა პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, არა პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, არა პასუხისმგებლობა არაფერზე, მარტო რა მოხდა მერე. ესე იგი თქვენ დროშას ვერ დაკიდებენ რა მოხდა მერე ჰიმნის ნაცვლად ჩალახოს დაუკრავენ რა მოხდა მერე მიწები გვიმცირდება შაგრედის ტყავით რა მოხდა მერე და რა მოხდა მერე და საძებნით ამ ხალხს მითხარით იქნებ ვიცოდეთ და ჩავკეთოთ ის სადაც თქვენ ამათ ეძებთ რომ ვეღარ მოიყვანოთ აქა
მაგრამ უკვე ისე აღშფოთების და ტრაგიზმით გადავედი ჩვენ უკვე რაღაც ძველბერძნულ უკვე იმაზე სასაცილო სახარხარო რაღაცეებზე. ადრეჩი მამხნაგ აღშფოთოვანებული ვარო აი ეს დღეში. ვის შევშილო რუსთაველი მყდარიო პენსია რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გიგო ამ ემოციური და ესეთ საუბრისთვის. და კაია რომ ხარ ხოლმე ჩვენი სტუმარი და გავადრო და ისე მოგვიწევს ნეტა შეიცვალა სიტუაცია და სხვა თემებზე მოგვიწევს საუბარი. ნეტაც მადლობ ნინო მადლობ. პირიქით დიდი მადლობა დამშვიდობოთ გიგო ბარამიძეს და ჩვენს მორიგ სტუმრებთან ერთად ცოტა ხანში დაგიბრუნდებით.